თქვენ უყურებთ Kuriers 9 საათზე რამდენიმე 10 მილიონიანი დაფინანსების გარდა მართველი პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსების უფლებასაც აძლევს. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. ქართული ოცნების პროექტის საწინააღმდეგოდ ერთიანდება 28 კერძო სამაუწყებლო კომპანია. ერთი წლის წინ რეკლამაზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სარეკლამო ბაზარზე კიდევ ერთი დიდი მოთამაშის შემოსვლა მედია ბიზნეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ეს არის ძალიან უთანასწორო ბრძოლა. 28 ტელეკომპანია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. ახალი რეგულაციით, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია, საზოგადოებრივ მაუწყებელს სპონსორობაზე დღემდე არსებული შეზღუდვები სრულად ეხსნება და ზუსტად იგივე შესაძლებლობები ექნება, რაც კერძო არხებს. საპროტესტო მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან მაუწყებლის მრავალმილიონიანი დაფინანსების ფონზე მისთვის რეკლამის განთავსებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა დამოუკიდებელ ტელევიზიებს უთანასწორო პირობებში აყენებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად ხდება ჩვეულებრივი კომერციული მაუწყებელი. ჩვეულებრივი, უბრალოდ დამატებით ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საჩუქრად იღებს მინიმუმ 40 მილიონ ლარს და წელს ალბათ 50 მილიონ ლარს მიიღებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეგულაციების მოხსნამდე პარლამენტმა 2015 წელს კერძო ტელეკომპანიებს შეზღუდვები დაუწესა. მაშინ ხელისუფლების არგუმენტი მომხმარებლის უფლებები და მაყურებლისთვის რეკლამის განთავსებით შექმნილი დისკომფორტი იყო. როცა კერძო მაუწყებლისთვის რეკლამა და სპონსორობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მიმართვაზე ხელმომწერი ტელევიზიების აზრით დაუშვებელია. საკუთარ მკაცრი შეზღუდვები დაუწესდა კერძო მაუწყებლებს, რამაც ძალიან ნეგატიური ასახვა პოვა და აი ამ ვითარების ფონზე ახლა ისინი იღებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სასარგებლო გადაწყვეტილებას, კერძოდ ისინი კონკურენციაში ჩაებმებიან ასევე კერძო მაუწყებლებთან. კერძო მედია ორგანიზაციების პრეტენზია გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. იურიდიულ კომიტეტში, რომელიც საკითხს განიხილავს, თვლიან, რომ ცვლილება ევროსტანდარტს პასუხობს. თუ კონკურენციის პრობლემაა და მესმის რომ ტელევიზიებს აქვთ კონკურენციის თემა ერთმანეთთან და მაუწყებლის მიმართ არსებობს სხვადასხვა განწყობები სხვა ტელევიზიების მხრიდან, ეს სხვა თემაა. ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, მოვისმინოთ მათი დამატებითი არგუმენტები. უკვე ცნობილია, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას საპარლამენტო ოპოზიცია საშემოდგომო სესიაზე მხარს არ დაუჭერს. არათანაბარ პირობებში არის ფაქტობრივად ჩაყენებლები არიან კერძო კომპანიები, რატომ? იმიტომ რომ პირველად აქვს საბიუჯეტო უზარმაზარი დაფინანსება და ეს მით უმეტეს პრობლემური არის, იმიტომ რომ იზღუდება რეალურად ბორდის უფლებამოსილებები. შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ კერძო კომპანიები არათანაბარ პირობებში ჩადგებიან და საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება უპირატესობა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელი არა მიუკერძოებელი ტელევიზია, არამედ გახდა მართველი ძალის GDS-ი. საზოგადოებრივ მაუწყებელში საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს კომენტარი არ გაკეთებულა ტელევიზიაში. ამ დროისათვის მასშტაბური რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით თანამშრომლების ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. კახა კალაძემ დღეს ენერგეტიკის მინისტრის რანგში ბოლო ანგარიში წარადგინა და მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დატოვა. უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ხდომაზე კალაძეს საჯაროდ კიდევ ერთხელ უკონკურენტო კანდიდატი უწოდა. მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში. ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დღეიდან ვაკანტურია. კახი კალაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე თვენახევრით ადრე მიიღო. მინისტრობის ბოლო დღეს კი თანაგუნდელებს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის 5 წლიანი შედეგი გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს ამ წლებს ენერგეტიკული რევოლუცია უწოდა. ძალიან მინდოდა გამოსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. და ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი არ გამოვიდოდა. ატირებული ცრემლიანი დავბრუნდი სახში, თუმცა თავი არ დამიხრია და მინდა გითხრათ, რომ როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი არის შესაძლებელი. და ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, ეს არის იმ დაუღალავი შრომის, იმ ერთობის შედეგი. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად ენერგეტიკის უკვე ყოფილი მინისტრი 18 ჰიდროელექტროსადგურს, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგურს ასახელებს, რაც საერთო ჯამში $1 მილიარდზე მეტი ინვესტიციაა. როგორი იქნება უკვე საარჩევნო შედეგი და ახალი გეგმები როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის. კახი კალაძეს დღეს ამის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა თვლის, რომ ქალაქი მას მხარს დაუჭერს. მე მჯერა იმის, რომ თბილისი ჩემს გვერდით დადგება, მე მჯერა იმის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ
მომავალში ჩვენი დედაქალაქისთვის მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ. მერობის კანდიდატმა კონკრეტულ მოლოდინებსა და პოლიტიკურ მეტოქეებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ კითხვებზე ცალსახა პასუხი აქვთ მის თანაგუნდელებს. მინისტრთა კაბინეტში თვლიან, რომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი უკონკურენტოა და გადაწყვეტილებას ამომრჩეველი დამატებითი საარჩევნო ტურების გარეშე მიიღებს. მის სერიოზულ კონკურენტებად ვინმე საღიქვამ? ძალიან ტრაფარატული სიტყვაა, მაგრამ სერიოზული კონკურენტი არის ის გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მე გაძლევთ პირობას, რომ მეორე ტური არ იქნება თბილისში. ამაში ვარ 100%-ით დარწმუნებული. კახი ძალიან კარგი სამეურნეო საქმიანი მე ადამიანურ თვისებებზე აღარ ვლაპარაკობ. ნამდვილად გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მე ძალიან წაადგება მას შემდეგ, როდესაც ამაში დარწმუნებული ვარ, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. პერსონალური თვისებები აძლევს მას ყველა საშუალებას იმისთვის, რომ იყოს წარმატებული მერი. საარჩევნო კამპანიას როდიდან დაიწყებს შეგძლეთ? ჯერ ადრეა რა, 2 თვით ადრე ალბათ რა, როგორც კანონი ითვალისწინებს. მანამდე კი კახი კალაძის მიერ გათავისუფლებულ პოსტზე მთავრობამ მისი შემცვლელი უნდა შეარჩიოს. მინისტრთა კაბინეტის წევრები ადასტურებენ, რომ კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა ვინ განიხილება ენერგეტიკის ახალ მინისტრად საჯაროდ არ საუბრობენ. ამის შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია არც გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კალაძე ბოლოჯერ დაესწრო. აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახის კონკურენტი ნამდვილად არ ყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ქართულმა ოცნებამ კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად გასულ კვირას უკვე წარადგინა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას აგვისტოში დაიწყებს. მილიონი ხე თუ მილიონი გამხმარი ჯოხი ელენე ხოშტარიან არმანიას გუნდს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. რა მდგომარეობაშია თბილისის დენდროლოგიურ პარკში პროექტ მილიონი ხის ფარგლებში დარგული 75,000 ენერგი გამწვანების სამსახურში არც არასამთავრობო სექტორს და არც მედიას პასუხობენ. ელენე ხოშტარია დავით ნარმანიასა და მის გუნდს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე მილიონი ხის პროექტს ეხება. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს თბილისის დენდროლოგიურ პარკში შესვლა სცადა, თუმცა მისი ყველა კარი დაკეტილი დახვდა. სავარაუდოდ სწორედ დენდროპარკში უნდა დარგულიყო ყველაზე მეტი ხე, თუმცა მერობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ ნერგების არასწორი შერჩევისა და მოვლის გამო თითქმის ყველა გახმა. ირგვება აი ეს 25 სანტიმეტრიანი ეგრეთ წოდებული სტარტერები იმ 100,000-ობით ფულიდან, რაც დაიხარჯა აი ამ წინასაარჩევნო პოპულისტურ პარტიულ დაპირებაზე არის გაფლანგული. არანაირი მილიონი ხე არ მიუღია ქალაქს, ჩვენ მივიღეთ მილიონი გამხმარი ჯოხი. კვლევებს დედაქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ფაქტ-ჩეკი უკვე 3 წელი ამზადებს. ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მილიონი ხის პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მერია ინფორმაციას იმის შესახებ რეალურად რამდენი ხე დაირგო და მათგან რამდენმა გაიხარა, კვლევარებს არ აწვდის. ხელმისაწვდომი დოკუმენტებით ფაქტ-ჩეკში დაითვალეს, რომ დენდროლოგიურ პარკსა და მის მიმდებარედ 75,000 ახალი ენერგი უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალურად, რეალურად კი მერიის შესაბამისმა სამსახურმა იქ 41,000 ხე დარგო. ჩვენ შევეცადეთ ამ უზუსტობაში გარკვევას, კვლავ დავკავშირდით მერიის გამწვანების სამსახურს, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ. მათ კალკულაციაში ერთ ადგილას რომ გაუხმებოდათ 100 ენერგი, თავიდან რომ გავდნენ ის უკვე 200 ენერგად ითვლებოდა. დააბრეხვა, რომ მილიონ ხეს დავრგავოთ. აპრიორი იცოდნენ, რომ ეს არ არის გახარებაზე გათვლილი, ეს იყო ფოტოების გადაღებაზე გათვლილი, რომ აი დავით ნარმანია მეურნე კაცი რგავს იქ ენერგებს. თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიმართ პრეტენზიები საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარესაც აქვს. შორნე ბუხრაშვილი ამ მიმართულებით მერიის პოლიტიკას იწუნებს. მისი მტკიცებით კომისიის მიერ დენდროლოგიური პარკისა და დედაქალაქის სხვა ტერიტორიაზე მილიონი ხის პროექტზე გაცემული რეკომენდაციები მერიაში არ გაითვალისწინეს. პოლიტიკას წყვეტს თბილისის მერია, კერძოდ ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით და ხშირ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციები მათ მიერ აღსრულებას მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს არ ემთხვევა ხოლმე. დენდროპარკის გადაღების საშუალება დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფს არ მიეცა. მისი ყველა შესასვლელი მედიისთვისაც დახურულია. პასუხი მერიისგან რატომ ჩაიკეტა რეკრეაციული ზონა მოქალაქეებისთვის ვერ მივიღეთ. ისევე როგორც ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე, ზუსტად რამდენი დაიხარჯა მილიონი ხის პროექტზე ბიუჯეტიდან, რამდენი ენერგი დაირგო და მათგან რამდენმა გაიხარა. სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნო თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ დუმაშვილიც. აქ რუსული ოკუპაციის აღმნიშვნელი ბანერი ცენტრალურ ავტომაგისტრალისგან 450 მეტრში მდებარეობს. ზალიკო
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. ყოველთვის ხშირდება იმ დროს, როდესაც ახლოვდება პრაღაში აბაშიძე კარასინის შეხვედრა. ამ ბანერიდან საქართველოს მთავარი არტერია, საგზაო არტერია, ცენტრალური მაგისტრალი 500 მეტრით არის დაშორებული. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას. თუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები არის მხოლოდ შირმა და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნა მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობისთვის. ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღულ ღონისძიებაზე გააკეთა. ელისაშვილის განმარტებით ოფიციალურ პრეზენტაციას მომავალ კვირაში გუდიაშვილის ბაღში გეგმავს. საკრებულოს დეპუტატის თქმით, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. ადასტურებ, რომ მე სამშაბათს 6-ის ნახევარზე გუდიაშვილის მოედანზე მექნება ჩემი კამპანიის დასაწყისი. მე როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი თბილისის მერობის გუდიაშვილის მოედნიდან დავიწყებ ჩემს კამპანიას, რომ არ ვიყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში და შესაძლებლობებში გასართობად ჩემ კანდიდატურას არ დავაყენებ. სამშაბათიდან მე დავიწყებ ბრძოლას გამარჯვებისთვის. და ახლა კურიერში ამედის დროა პროგნოზ დღეს პაატა გაგვაცნობს. ხვალ ბათუმსა და ფოთში +24 გრადუსი იქნება. 26 გრადუსამდე გათბება ჰაერი სოხუმში. ზუგდიდში 23 გრადუსი სითბოა მოსაუბნელი, +20 გრადუსი იქნება ახალციხეში. 22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში, ლენტეხში +21, ცაგერში +18, ამბროლაურში კი +19 გრადუსია ნავარაუდები. 18 გრადუსი სითბოა მოსაუბნელი ცხინვალში, გორში +20 გრადუსი იქნება, 24 გრადუსამდე გათბება ჰაერი თბილისში, რუსთავში 26 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, თელავსა და სიღნაღში +23 გრადუსი, ხოლო ყვარელში +26 გრადუსია მოსაუბნელი. უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ფუტსალის ნაკრებს რუმინეთის დამარცხება ესაჭიროება. ამის შესახებ ცნობილი ნიონში UEFA შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გახდა. პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს, ხოლო საპასუხო 24-27 სექტემბერს ჩატარდება. კენჭისყრის შედეგად საქართველოს მცირე უპირატესობაც მიიღო. პირველი თამაში რუმინეთში გაიმართება, მეორე კი თბილისში. ასეთი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ნაკრების მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს კენჭისყრის შემდეგ. რუმინეთის შესაძლო მეტოქეები და ნაკრების მწვრთნელებმაც და მოთამაშეებმაც ყველაზე სასურველად მიიჩნიეს. დავიზეპიროთ ყველა ის მინუსები, რაც ექნება მოწინააღმდეგეს და რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს. მეორე თამაში სახში გვექნება, ეს კიდევ უფრო კარგია ჩვენთვის, იმიტომ რომ როგორი კომაგობა გვაქვს, ყველამ ერთად ვნახეთ და რა ვიცი, მე მგონი გვაქვს შანსი იმისი, რომ ჩვენი ეს დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლო. ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელები კენჭისყრის საყურებლად ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ. ყველაზე არასასურველი კენჭისყრამ პირველსავე მცდელობაზე დააწყვილა. საფრანგეთი, ხორვატია, ხოლო ჩეხეთი სერბეთს შეხვდება. კიდევ ერთი წვლილი უნგრეთი, პოლონეთი იქნება. ხორვატია, სერბეთი ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო, რომელიც არასასურველი მეტოქე იყო. ძალიან გვინდოდა პირველი თამაში ყოფილიყო გასვლა, რომ მეორე თამაში სახში გადაგვეწყვიტა ბედი. და ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რუმინეთთან საქართველოს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ის მატჩი რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა კარგად ახსოვს ნაკრების კაპიტან დავით ბობოხიძეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ გუნდს ამ მარცხისთვის რევანშის აღება შეუძლია. იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრები ბევრად გაზრდილია, ბევრად მომატებულია, რაც დღევანდელ კენჭისყრას შეეხება. რა თქმა უნდა, გაგვეხარდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდუნდებით პირიქით ხვალინდელი დღიდან ორმაგი მოტივაციით შეუდგებით მომზადებას. აქ სუსტი მეტოქე უკვე არც ერთი არ არის, მაგრამ შედარებით რუმინეთი
მაინც უფრო დაბალი დონეა ვიდრე ხორვატია, იგივე სერბეთი, იგივე ჩეხეთი და კმაყოფილები ვარ ძალიან კენჭისყრით. აპრილში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში, რომელშიც იტალიის, ბელორუსიისა და ჰოლანდიის ნაკრებები თამაშობდნენ, მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან ფრედ 2-2 ითამაშა. ახლა პირველად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ 2 მატჩის ჯამში რუმინეთის დამარცხება ესაჭიროება. ფინალური ეტაპი 2018 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში გაიმართება. ეს იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით.